საჯარო რეესტრი აზონვითი ნახაზების სიზუსტეზე იწყებს მუშაობას. რეესტრის ინიციატივით საკითხზე მომშავე 70-მდე კომპანიასთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე ითქვა, რომ კერძო კომპანიების მიერ შემუშავებული ნახაზები ხშირად უხარისხო და უზუსტოა. პრობლემის გამოსწორების მიზნით კი საჯარო რეესტრში რამდენიმე თვის წინ საკადასტრო სტანდარტებზე მომუშავე მუდმივმოქმედი კომისია შეიქმნა, რომელმაც სამზომველო კომპანიების მიერ წარმოსადგენი მონაცემების შესახებ ცვლილებების პროექტი მოამზადა. ცვლილებები ნახაზების მეტ სიზუსტეს უზრუნველყოფს. რომლებიც საჯარო რეესტრში იუსტიციის სამინისტროში შემოაქვთ ამზომელ კომპანიებს ძალიან ხშირ შემთხვევაში არის პრობლემატური როგორც ხარისხის, ასევე სიზუსტის კუთხით, რადგანაც საქართველოში არ არსებობს დღეს ერთიანი საკადასტრო სტანდარტი. საბოლოოდ უნდა აღიკვეთოს ერთი მავნე ჩვევა. არის ზოგიერთი კომპანია, რომელიც საერთოდ არ გადის ადგილზე და ისე თავის კაბინეტში ზომავს მიწას. სამზომველო კომპანიები მუშაობენ ყოველგვარი სტანდარტის და კრიტერიუმის გარეშე, რაც იწვევს გარკვეულწილად სარეგისტრაციო პროცესში სირთულეებს და დავებს მეზობლებს შორის. იუსტიციის სამინისტრო მუშაობს პროექტზე, რომელიც გულისხმობს ქვეყნისთვის ერთიანი საკადასტრო სტანდარტის შემუშავებას და ეს არის პირველი ნაბიჯი სწორედ სტანდარტების შემუშავების გზაზე. ეს არის პროფესია, რომელიც არის ძალიან საპასუხისმგებლო, შესაბამისად ჭირდება მაღალკვალიფიციური კადრები და ბევრი ახალი ინფორმაცია.